თქვენ ხორუმი ახსენეთ, რა თქმა უნდა, ეს ესეთი სავიზიტო ბარათია ჩვენი ქვეყნის და ესეთი ცეკვა, რომელშიც გაერთიანებულია, მე ამას წინათაც ვთქვი გუშინ, რომ ეს არ არის მხოლოდ საბრძოლო ცეკვა, ეს არის ერთიანობის ცეკვა, ეს არის გამარჯვებისკენ სწრაფვის ცეკვა. აქ ძალიან ბევრი რამეა ჩადებული და არაერთხელ მithქვია, რომ ეს ხორუმის ხაზი ბაბუაჩემის გამოგონილი არის მისი ძეგლი ფაქტიურად და თან ეს ილეთი რომ ყველა იცის და მოცეკვავემ თუ არა მოცეკვავემ, აი ყველა რო ჩაება ამ ხაზში და ამ ხორუმის სული დაიწყო. აი ეს ერთიანობა და ამდენი ხანი, აი შეიძლება ხაზზე, ხო, აი ხაზში ჩადგომაზე, ვისაც ცეკვაზე ცოტა ხანი მაინც უვლია, რომ აი სისწორე ხაზის დაცვა და ერთნაირად მოძრაობა, წლობით ვარჯიშობენ და რა საოცრად. ეს კიდე იმის მანიშნებელი იყო, რომ ერთიანი ესეთი მე ჯერ არ მახსოვს, რამდენი მიტინგი მახსოვს ჩემი ცხოვრების მანძილზე. აი ესეთი ერთიანობა ერის და აი ზუსტად გამახსენდა მერაბ კოსტავას სიტყვები, რომ არაფერია ერთ მუშტად შეკრულ ერზე უფრო ლამაზი. და აი ზუსტად ეს იყო და აი ეს ერის ერთიანობა არის ძალიან დიდი იმედი ჩემთვის და მე მახსოვს აი 78 წელს ენის პრობლემა მაშინ რუს ენას რო გვართმევდნენ, მაშინ იყო ერი გამთლიანებული. მახსოვს 9 აპრილი, როცა ეხლა ვხედავ ამას, აი არაზროს არ იყო ესე და განსაკუთრებით აი ამდენი ახალგაზრდა. აი ეს რაღაცა ფერადი უზარმაზარი მასა, ფერადი ახალგაზრდების და როცა ამას უპირისპირდება სახე ახვეული, შავი რაღაცა ძალა, რომელიც აუცილებლად გაინდევნება იმ ფერადი ახალგაზრდების მიერ. აი რაღაცნაირად აუცილებლად სიმბოლური არის სხვათა შორის მე შემხვდა სადღაც ეს. ხო, აი ეს ფერადები როგორ გაგანდევნიან ამ სიბნელეს. უკან და ძალიან სიმბოლურია ესეც ჩემთვის და თან იცით ახლა ქვეყანაში ისეთი კრიზისია, რომ აი ამ კრიზისის მართვა არის აუცილებელი. ახალგაზრდები არ გაჩერდებიან, მაგრამ მარტო ახალგაზრდები არა, იქ ყველა თაობა დგას. იქ დგას ყველა პროფესიის წარმომადგენელი, ყველა ასაკის ადამიანი, კი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, მაგრამ ყველა ჯერ შთამბეჭდავია ეს სხვადასხვა მარშები, სხვადასხვა საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსულების. ეს ხო არ არის მართლა ავტობუსით ჩამოსული ხალხი ძალით, ისინი მოდიან თვითონ და ეს არის ერთიანობა ზუსტად ჩვენი ქვეყნის. ნუ განსაკუთრებით ანწუხელიძის მარში იყო ესეთი შთამბეჭდავი, იმიტომ მარტო ეს გმირი არის სინდისი ქვეყნის. აი ყველა სხვა გმირზე რომ არ ვილაპარაკო, მარტო ანწუხელიძე არის აი ერის სინდისი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჯარის, რომელმაც აი იბრძოლა და აქ არაერთხელ ჩემამდეც თქმულა, მე ცრემლები მომდის თვალებზე და არ შემიძლია გულგად უყურო ქართველ ჯარისკაცს, რომელიც თავის ქვეყანას იცავს, თავის ქვეყნის საზღვრებს, იმ ქვეყნისგან, რომელიც გართმევს ხან მიწას, ხან ენას, ხან ღირსებას, ხან ყველაფერს და როგორ შეიძლება, როცა მარტო ის ქვეყანა აქებდეს იმას, რასაც დღეს ხელისუფლება ამბობს და ჩადის და სხვა მთელი მსოფლიო არ გაღიარებდეს და აპროტესტებდეს შენ საქციელს და შენ კომენტარებს და აი ამ ყველაფერს. აი ეს ხო რაღაც ნათელია, რომ ეს თეთრი და შავია. უბრალოდ ალბათ ადამიანს, რომელსაც არ უნდა რაღაცის დანახვა, ის არ ხედავს ამას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც აუცილებელია ამ კრიზისის დაძლევა. აუცილებელია სახელმწიფოს გასაკეთებელი, რაც არის, იმას ხალხი, ახალგაზრდა, ხელოვანი თუ სპორტსმენი ვერ გააკეთებს. კი დგას ხალხი, უამრავი 100,000-ობით ხალხი, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ არის, ხო ამას ხო ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ყოველ დღე, თითქმის ერთი თვეა თბილისში, მაგრამ რეალურად რაღაცის გაკეთება ალბათ არის სახელმწიფოს გასაკეთებელი. ეს კრიზისი უნდა დაძლიოს, რაღაცაზე დათმობაზე უნდა წავიდეს. ბოლო-ბოლო არ ვიცი, მე არა მაქვს ახლა ესეთი რეცეპტი ამისი, არც პოლიტიკოსი ვარ და არც ექსპერტი, არც იურისტი, რომ რაღაცა მქონდეს რაღაცის ფორმულა, როგორ შეიძლება ჩვენ ეს დავძლიოთ, ხო? მაგრამ მაინც მგონია, რომ უამრავი საშუალებები არსებობს აი მსოფლიოში. რაღაცნაირად ან გარეშე არჩევნები უნდა იყოს, ან რაღაცა ცვლილება აუცილებელია. ფაქტია, რომ აუცილებელია. ყოველ ცივილიზებულ ქვეყანაში რაღაც ეტაპის მერე ხდება ცვლილებები.
და ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ხო არა ვართ ავტოკრატული ქვეყანა რომელიც აი არ მინდა მაგალითები დავასახელო უამრავი გვაქვს ხო სოფლიოში სამწუხაროდ ნიშნები კი არის ამის სამწუხაროდ არის და თან არ მინდა რომ ჩემი ქვეყანა მოექცეს აი იმ ბლოკში რასაც ქვია მართლა ეს რუსეთი, ჩინეთი, ირანი და რაღაცა ცივილიზებული სამყარო მთელი ევროპა, ამერიკა, მთელი მსოფლიო რაღაც დარჩეს სხვა მხარეს. ნუ ნამდვილად არ მინდა ეს და არც არავის არ უნდა. რეალურად ეს ახალგაზრდები იმიტომ დგანან და იბრძვიან თავისი მომავლისთვის იბრძვიან. იმიტომ რომ ეს არის თავისუფალი თაობა.